მოგზაურობა აქვს, ამ შაბათს ძალიან დიდი მობილიზება გავაკეთოთ. ამ შაბათს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ შენი შეუპოვრობა და ბევრი ადამიანი რო შეიკრიბება, მერე გვექნება მსვლელობა და რამდენ ქუჩაზე, აი ამ შაბათს ნახავენ. ნერვების ბრძოლა, ეს არის გამძლეობის ბრძოლა. ერთ წელზე მეტია აქ ვართ, ერთ წელზე მეტია ვიბრძვით, ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა მობილიზდეთ და არ უნდა დავიხოთ არც ერთი ნაბიჯით უკან, იმიტომ რომ იცით რა ცდილობენ. აი რაც რუსეთშია, რომ გარეთ ორი კაცი რო დგას და იმას რო აკავებენ. ქუჩაში ორი კაცი რო ვერ დადგება და ელემენტარულ საკითხზე პროტესტს ვერ გამოთქვამთ. ამიტომ ამაზე დამორჩილება ეს არის უკვე კატასტროფა. მე ყოველთვის ვახომებ ცდილობა რომ რაღაცნაირად მოუწოდო ადამიანებს სიმშვიდისკენ მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი, მაგრამ არის ისეთი ზღვარი, რომელსაც გადალახავენ, რომელ ზღვარს იქითაც ჩვენ ვეღარ დავემორჩილებით ვერაფერს. იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელი იქნება, მორჩილება იქნება სრული დიქტატურა, მაგრამ მანამდე სანამ გვაქვს შანსი, ჩვენ ვიბრძოლებთ ინფორმით, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი გქონდეს ყველას. ამიტომ საქართველო ოდექი! გამოდი არის თავარი თუ აჯექი.